დღეს სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობების ირგვლივ ტრიალებთ მთელი დილა და ცოტა ხნის წინ ექსპერტებმა გამოავლინეს თუ რომელ რიცხვებში შორდებიან წყვილები ერთმანეთს ყველაზე ხშირად და არ გაინტერესებთ შედეგები? მოკლედ როგორც აღმოჩნდა ადამიანების უმეტესობა ურთიერთობას არც მეტი არც ნაკლები უმეტესად 11 დეკემბერს ანუ დღევანდელ დღეს ხალხო ფრთხილად დღეს ფრთხილად გავფრთხილდით ხო გაითვალისწინეთ ესე იგი ეს კვლევის შედეგები და ექსპერტების რეკომენდაციები ასე ვთქვათ ექსპერტების ექსპერიმენტის ფარგლებში მოკლედ კვლევარებმა არაერთი გამოკითხვა ჩაატარეს და ასევე გაანალიზეს სოციალურ ქსელში მონაცემები რათა დაედგინათ თუ რომელ თვესა და რიცხვში წერდნენ ადამიანები ყველაზე ხშირად განშორების შესახებ და შესაბამისად შედეგები როგორც გითხარით გახლავთ 11 დეკემბერი. რა თქმა უნდა 11 დეკემბერი არის ფანტასტიკური დღე ჩვენ დავარღვიოთ ეს კანონი. სხვათა შორის ამბობენ რომ ამ ყოველთვის რაღაცნაირად წინა სადღესასწაულო სამზადისი რადგან თან ერთვის ადამიანები ხშირ შემთხვევაში არიან სტრესის ქვეშ აღიზიანებულები და ნუ ეს მერე უკვე წარმატებულად აისახება ამ ნეგატიურ ამბებზე ვერთანხმდებიან პარტნიორები წყვილები და შემდეგ მოდის ნუ თავისთავად კონფლიქტი და ასე რომ დღეს 11 დეკემბერს უფრთხილდით ამბავი კი მეგობრებო რომლის შესახებაც ახლა უნდა მოგიყვეთ განსაკუთრებით დაინტერესებთ მათ ვისაც ძალიან უყვარს სერიალი სექსი დიდ ქალაქში საკულტო შოუს And Just Like That-ის მესამე სეზონის გამოცდის თარიღი ცნობილია HBO Max-ის ცნობით საკულტო სერიალი ეკრანებზე 2025 წელს დაბრუნდება ჯერჯერობით უცნობია თუ რაზე იქნება ის თუმცა სერიალის შემქმნელები მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას პირდებიან ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვით რომ And Just Like That 2000-იანი წლების საკულტო სერიალის სექსი დიდ ქალაქში სიუჟეტური გაგრძელებაა რომლის პრემიერა HBO Max-ზე 2021 წელს შედგა ისტორია კარგად ნაცნობი გმირების ქერი შოუს მირანდასა და შარლოტას ირგვლივ ვითარდება ნაცნობ გმირებს კვლავ სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი განასახიერებენ. ძალიან კარგია, ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით უყვართ ეს სერიალი.